ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. განცხადებას ხალხის პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე აკეთებს. მაგალითად, კობაიძემ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე განხორციელებული თავდასხმა დაასახელა. ხალხის პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პოლიციაში რეფორმების გატარებაა საჭირო. რბილია თუ არა კრიმინალის მიმართ არსებული პოლიტიკა. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ხალხის პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. მოგესალმებით და მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. ბატონო ალექსანდრე, დღეს გამოეხმაურეთ ყოფილი მაღალჩინოსნის ცემის ფაქტს. ასევე ამბობთ, რომ გაზრდილია კრიმინალი. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელ დამაყურებელ საზოგადოებას. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ესე საჯაროდ ცემა ხდება და ფაქტიურად სიკვდილის პირას მიიყვანეს აღნიშნული პიროვნება, რომელიც ძალიან შემაზრზენი და საგანგაშო მდგომარეობაა. მე მაქვს ეჭვი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ვერ შეძლებენ, რომ დაადგინონ რეალურად თუ რა მოხდა კონკრეტულად აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, ვინაიდან არ ამგონია, რომ ჩვენი სამართალდამცავები დამცავები რეალურად იყვნენ ორიენტირებული, რომ რეალურად გამოიძიონ, გამოიკლონ. მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავები ორიენტირებული არიან იმ კუთხით, რომ მაგალითად ვიღაცამ რაღაც ბურკი მოპარა ვიღაცას და ამ კუთხით შესაძლებელია გამოიძიონ, მაგრამ სამწუხაროდ ესეთ კვლელობებს მაგალითად ხარჯიანის კვლელობაც რო ავიღოთ, მათ ფაქტიურად ვერ გახსნეს. მეც ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ აღნიშნული ეს დანაშაულიც ვერ გაიხსნება. რაც შეეხება გაზრდილ კრიმინალს, ცალსახაა, რომ დღესდღეობით როგორც ადამიანის წინააღმდეგ, ასევე მაგალითად ჩვენი ზოგადად საყოფაცხოვრებო პირობების წინააღმდეგ ჩადენილ კრიმინალს ფაქტიურად ვერ აჩერებს დღევანდელი სამართალდამცველები. მაგალითად, რა არის პრობლემა და რაში ვხედავთ ჩვენ პრობლემას? პრობლემა არის თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ იმ დონეზე, რომელიც დღესდღეობით არის შინაგან საქმეთა სამინისტროში. გულისხმობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულმა ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში, რომელთაც კომუნიკაცია აქვთ მოქალაქეებთან, არ იციან თუ რა უფლებებია მათი და რა უფლებებია მოქალაქეების. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ის, რომ მაგალითად აგრესიულები არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა აგრესიით პასუხობენ ხოლმე მოქალაქეები, რომელმაც არ იციან შესაბამისად თუ როგორ უნდა ესაუბრონ მაგალითად პოლიციელს. ასევე ძალიან ცუდია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პიროვნებას გულისხმობ პოლიციელს არ აქვს მეტი თავისუფლება. რას გულისხმობ მეტ თავისუფლებაში? მაგალითად, როდესაც არ აქვს იმის გაცდა პოლიციას, რომ მის უკან არის სახელმწიფო, რა თქმა უნდა ის ვერ განახორციელებს შესაბამის კანონით დადგენილ მის მიერ დისკრეციულ უფლებამოვალეობებს. გულისხმობ, რომ პოლიციელს დღესდღეობით არ შეწევს უნარი, რომ მაგალითად ვინმე დააკავოს თუ კონკრეტულად არ არის ისეთი აშკარა ფაქტი, რომ მაგალითად ვინმე დააკავოს. რას გულისხმობ? გულისხმობ, რომ დღესდღეობით პოლიციელს ეშინია, რომ მაგალითად ვინმე უჩივლებს და შემდეგ ახალ უჩივლებს მას მოხსნიან. ეს განცდა დღესდღეობით არსებობს და ძალიან სამწუხაროა, რომ რამდენად სწორად მოახდენს ადამიანის დაჭერა? რა თქმა უნდა, რამდენად სწორად მოახდენს და სწორად დაჭერას სწორედ იმიტომ ვერ ახდენს, როგორც აღვნიშნე, რომ მათ მე არ ვსაუბრობ ყველაზე, რა თქმა უნდა, პროფესიონალები ყველგან არიან და მე ერთობლიობაში, ეს ერთ ქვაბში არ ვხარშავ. გულისხმობ, რომ გარკვეული რაოდენობა, რომელიც ფაქტიურად დისკრედიტაციას ახდენენ პოლიციის, ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ იციან რა უნდა, მეტი ეთიკის ნორმები უნდა წაუკითხონ, მეტად პოლიციის შესახებ კანონი უნდა იცოდეს ჩვენმა პოლიციელებმა და რაც მთავარია, პოლიციელებს უნდა გქონდეს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტიდან მხარდაჭერა. გულისხმობ, რომ მთავარი პროკურატურიდან უნდა გქონდეს მხარდაჭერა. ხშირ შემთხვევაში ეს პოლიციელები, საწყალი პოლიციელები წვალობენ, დააკავებენ ვიღაცას აბსოლუტურად მტკიცებულებათა ერთობლიობით შექმნიან მტკიცებულებებს და უცებ გაიხედავ და მეორე დღეს ეს ადამიანი ვის დაკავებული გარეთ არის. როგორ არის გარეთ? გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და ეს ადამიანი გარეთ არის. აბსოლუტურად ამით არ არიან კოორდინაციაში ჩვენი ძალოვანი უწყებები. ერთ სხვა პოლიტიკური მიდგომები აქვს, მეორე სხვა პოლიტიკური მიდგომები აქვს. აქედან გამომდინარე კრიმინალი გაზრდილია. დამნაშავეს რო აღარ აქვს გაცდა, რომ მას
დიდი ხნის განმავლობაში იზოლაცია მოუწევს, დიდი ხნის განმავლობაში გულისხმობ კანონის შესაბამისად, თორე მე არ გულისხმობ, რომ კანონის გარეთ მაგალითად უნდა მოუწევს ვინმეს იზოლაცია და ასე შემდეგ. არა, კანონის შესაბამისად რომ მოუწევს, რომ ეს განცდა აღარ აქვს, სწორედ მაგიტომ არის, რომ იმას არ მიაჩნია, მე რა რომ ეხლა მე მოვიპარავ, მე რა თუ ვიღაცას თავში აგუჩავართხა, მე ვიცი რომ მალე გამოვალ მაინც. ეს განცდა სამწუხაროდ დღესდღეობით კრიმინალი სწორედ ამიტომაც არის გაზრდილი, ну რა თქმა უნდა, ეხლა სოციალურ და ეკონომიკური ფონი რომ ძიმი ამაზე არ ვსაუბრობ და რა თქმა უნდა, ესაც ერთ-ერთი განმაპირობებელი მაჩვენებელია იმის, რომ კრიმინალი გაზრდილია, მაგრამ დაუჯერობის სინდრომი არის განცდა. ასევე მაგალითად რომ კონკრეტულ პიროვნებებს რომ დააკავებენ ხოლმე, ხო? პოლიცია არის თითქოს და უსუსულ მდგომარეობაში. მათ თავდაცვის უნარიანობა აღარ აქვს, აღარ შეწევთ და მთელი ეს მასმედიის საშუალებით ხდება ხოლმე დისკრედიტირება პოლიციელების. როდესაც შეუძლიათ მარტივად თუმცა პოლიციელის მხრიდან ძალადობის ფაქტებიც რამდენიმე გამოიხატა ბოლო პერიოდში. დაკავების შემთხვევაში, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, უნდა იყოს შესაბამისი, როგორც პატრულის თანამშრომლებს აქვს ვიდეო კამერები და უნდა იღებდნენ ამ პროცედურას. უკვე ეს კითხვის ნიშნები, რასაც თქვენ საუბრობთ, აღარ იქნებოდა. მეც მაქვს ხომ ეს განცდა, რომ პოლიციელმა ცემმა, პოლიციელმა წამალი ჩაუდო. არა მარტო განცდა, მაგრამ ფაქტები მაქვს, ხო? რომელზეც მე ვსაუბრობ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეა, პოლიციელმა ჩაუდო წამალი, ან იარაღი ჩაუდო. მაგრამ როგორც სახელმწიფომ შენ თავი ხომ უნდა დაიცვა მინიმუმ თუნდაც ამ ჩემი შეხედულებისგან, ხო? მათ აბსოლუტურად უსუსურები არიან. ღებრიშვილი იმის მაგივრად რომ აი ამ პრობლემებით იყოს დაკავებული იმ, რა ქვია, სპორტულ მანქანებზე ზის და ის მანქანის წარები თურმე რა კარგია რომ რბოლაში მიიღო მონაწილეობა და აი ესეთი პიარით არის დაკავებული და რეალურად ეს პრობლემები რომელიც ჩვენ მოქალაქეებს გვაწუხებს და უკვე შიში გაგვიჩნდა რომ შესაძლებელია ვიღაცა ღებრიშვილის უწყებაში ამბობენ რომ შემცირდა კრიმინალური ფაქტები. უყურეთ ღებრიშვილის უწყებაში ყოველთვის ამბობენ რომ შემცირდა, თუმცა ეხლა 2016 წელს თქვენს ცოტა გაიზარდა, 2%-ით გაიზარდა. ან ფაქტიურად ნუ ეხლა მე სწორედ გამიგეთ, რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია, რომ პრობლემა არის. ეხლა ღებრიშვილი რას ამბობს და თუ თავის თავს აჯერებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ კრიმინალი მოიმატა. ცალსახა ყოველდღე, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ არ იყოს ეს შემთხვევა, რომ ვიღაც რაღაცას მოპარეს, ვიღაცას რაღაცა თავში ჩაარტყეს. ეს ახალგაზრდების მიდგომებით თუ თქვენ თუ შეამჩნევთ აბსოლუტურად მანერები შეეცვალათ, გულისხმობ რომ სხვანაირი მანერები წამოვიდა. ანუ ფაქტია რომ ანუ მოდაში შემოდის ისე კრიმინალური სამყაროს მხარდამჭერა, მოდაში შემოდის ის რომ მაგალითად ვიღაცა დანაშაული ჩადის და არ უნდა ჩაუშვას, აბსოლუტურად პროპაგანდა ურჩევნია ღებრიშვილმა რომ აი ამ მიმართულებით იმუშაოთ, არათუ რომელი ფორმულა 1 ჯობია თუ ფორმულა 2 და ამით იკატაოს, ხო? ეს არის არასწორი პოლიტიკა და ძალიან სამწუხაროა რომ ღებრიშვილი ესეთი აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას. და ასევე კვირიკოშვილი რატო არ ითხოვს პასუხს, რატო ხდება რეალურად, თორე დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ის კრიმინალური ვითარება, როგორც არის, რეალური სურათი ექნებათ, მაგრამ ამაზე არ უნდათ საუბარი. და პირიქით, ეხლა მაგალითად, ეხლა ხას ბოლოს გახმოვებული ამბავია, რომელს გულისხმობთ? გულისხმობ, რომ აი ბიურო ჩაუდეს, ნუ ესეთი არაჩადება ესეთი მსგავს შემთხვევები არის. მაგრამ პოლიციას რო არ შეწევს ძალა რომ თავი დაიწოს, მაგალითად კამერა შეუძლია ასევე მათაც აღიჭურონ, შესაბამისად, ნუ მიიღებენ დანამატებს, ნუ მიიღებენ პრემიას, აღჭურონ პოლიციელები და იარონ პოლიციელებმა. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერ მსგავს თუ მართლა ექნება ადგილი, ის რა თქმა უნდა დაიჭირო და უნდა შესაბამისად პასუხი აგებინო, თუ არ ექნება ადგილს, არგუმენტი ექნება, რომ იცი რა, მე მართალი ვარ, როგორც სახელმწიფო. მაგრამ აბსოლუტურად ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენ და როგორც უნდა ისე არიან. თითქოს თავის სამზარეულოში იყვნენ. მაგრამ თავის სამზარეულო მე ღებრიშვილის სამზარეულო ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გულის ტკივილია. ასევე ნამდვილად არ არის ღებრიშვილის სამზარეულო ის რომ მაგალითად ადამიანს ქვაში არტყავენ თავში და შემდეგ მისი ოჯახი გლოვობს, ხო? ამიტომ კეთილი უნდა ინებოს ბატონმა ღებრიშვილმა და ბატონმა შოთაძემ, რომ კოორდინირებულად იმოქმედონ და ძალოვანი სტრუქტურების მოვალეობა რაც არის პირველ რიგში ეს შეასრულონ უპირობოდ, თორე აბსოლუტურად ძალიან ბევრ პრობლემას ხედავთ აი ამ ორ ინსტიტუტში, სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც ერთმანეთთან ახლოს არ არიან. ნუ არ ვიცი ეს რა არის, ეს რით არის განპირობებული, მაგრამ ახლოს არ არიან, მე არ გულისხმობ რომ მაგალითად რომ რაღაც უკანონობა ჩაიდო. არა, კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაგრამ კოორდინაციაში უნდა იყვნენ. დღეს ეს არ ხდება და რას აპირებთ ამ კუთხით? ამ კუთხით ვაპირებთ რომ რაც შეიძლება
საზოგადოება ჩავთოთ მეტად აი ამ კონკრეტულ დავაინტერესოთ კონკრეტული საკითხებით და მღებრიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ მოისმინოთ ჩვენ და დაინახოს ის რეალობა რომელიც როგორ აპირებთ თქვენი ხმამას გააგებინოთ ჩვენ ვაპირებთ მაგალითად ახლა დაგვეგებინებია რამოდენიმე აქცია გვინდა რომ ეს აქციები გავაკეთოთ და შევახსენოთ ბატონ მღებრიშვილს რომ კეთილინებს არათუ ფორმულა 1-ები და ფორმულა 2-ები აროს არამედ ხალხის პრობლემებზე იზრუნოს გულისხმობ რომ ჩაატაროს ეს ტრენინგები რომელზეც მე საუბრობ და კვალიფიკაცია პოლიციელებმა აიმაღლონ დაუმაგრონ ის პოლიციელებს შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვონ და მიეცეთ მას საშუალება კანონის შესაბამისად განახორციელოს თავის უფლებამოვალეობა აი ეს არის თავარი რომელსაც სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის თორე თუ ეხა ჩვენ მაგალითად სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების პოლიციის მაგალითებს შევადარებთ ჩვენი პოლიციელებმა გამოდიან აბსოლუტურად ჩვენი პოლიციელი დღეს არის უსუსული ფაქტიურად საქმის წინაშე რომ დგება პოლიციელი არის უსუსული არანაირი დაცული არ არის პოლიციელს ეშინია აქ მაგალითად კრიმინალებისგან რომ რაღაც კონკრეტული შეტევა არ მიიღოს და ასევე აქ ეშინია სახელმწიფოში რომ მე ხა ამას რომ შევუტიო უკან არ და არა ანუ ზურგს არ გძნობს აი ეს დონეზე დაეცა დღესდღეობით ჩვენი პოლიცია განმეორდები რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ მაგალითად როგორც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ პოლიციელები როდესაც ნუ ისინი უკვე ჯალათება და სისტემამ ჯალათება და აღწია ძალიან ბევრი პოლიციელი ხო ეს იმას არ ნიშნავს უნდა იყვნენ კანონის შესაბამისად კანონი რო ეცოდინებათ ალილუიასავით ხო მე მერწმინოთ რომ ყველაფერი იქნება წყობში და ყველაფერი იქნება შესაბამისად ეს სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის და მეტი ასამაღლებელია მეტი პროფესიონალიზმი აქვს გამოსაჩენი ამისთვის პირებმა უნდა იზრუნოს სახელმწიფო უნდა იზრუნოს დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი მაყურებელს შევახსენებ ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე პირდაპირ ეთერში ხალხის პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე საუბრობდა დღის თემა დასრულებულია გადაცემა სხვა ჩემი კოლეგა ალეკო გეთიაშვილი წაიყვანს მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით დროებით